რას ფიქრობენ მოქალაქეები ინიციატივაზე, რომელიც სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ეხება, თრიალეთმა გორის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხული რესპონდენტების მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ მშობლების ნებართვით უნდა ხდებოდეს მსგავსი საგნის სწავლება, რა თქმა უნდა, მაღალ კლასებში, ნაწილი კი კატეგორიული წინააღმდეგია. რა ვიცი, ახლა თუ მშობელს უნდა, კი ბატონო, ოღონდ მაღალ კლასებში, პატარებში არა. მე საკითხი მწვავედ ადგას დღევანდელ დროს რო იტყვიან და ახლა ესე გადაწყვეტით, მართლა ვერ გეტყვით, მაგრამ ბავშვი მომზადებული იყოს, რომ არ დაიღუპოს, ერთის მხრივ კარგია და თუ არა და ამასაც შეეგუება ადამიანი რო იტყვიან, ისე რომ რა ვიცი, ვერ გეტყვით გადაჭრით, ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. უნდა დააბრუნოს სტალინის დროი და მერე გაიგებ რა ვიკაე. რატომ ფიქრობთ ასე და რას გულისხმობთ სტალინის დროში ამ შემთხვევაში? ისტორია უნდა იცოდე და გაიგებ, რომ პატივისცემა და ზრდილობა მანდიდან მოდის. კი, ცუდი პერიოდი. სტალინის დროს რას გულისხმობთ სქესობრივ აღზრდის გაკვეთილებს? მაგ დროს არ აფიქრობდნენ ეს მაგეებზე. და ადამიანურით ოჯახები და სიყვარული და არა დაინახავდა, ოპა, წახვედი, ეგრე არ არის. სკოლაში რაც მთავარია და რაც უნდა ისწავლებოდეს, ის უნდა განიხილონ და ის უნდა ასწავლონ. ჩვენ დროს ეგეთი რაღაც არ ხდებოდა და სურვილიც არ ქონდა. და დაუშვებელია. ნაადრევად ბავშვს ასწავლო ეგეთ რაღაც განათლება, რაც საჭიროა ის ასწავლონ. და მიუდგენ ნორმალურად ყველანაირად ეგ დაუშვებელია მართლა და სასაცილოა. ზოგადად, ჩემი აზრით არ უნდა იყოს ეგეთი გაკვეთილები სკოლაში, იმიტომ რომ ბავშვის არის ასაკი, თქვა გარდატეხის პერიოდი აქვს ბავშვს და სადაც შეიძლება ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშაც მოექცეს ბავშვი, რომ აი რაღაცას ეუბნები, რომ ესეა ის ესე უნდა იყოს. რავი, ჩემი აზრით არ არის მიზანშეწავლილი, რომ იყოს მსგავსი გაკვეთილი სკოლაში. რა საკობრივი ზღვარიც არ უნდა იყოს, ეს იქნება მე-10 თუ მე-7 კლასელი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე არ მივესალმები, ჩემი აზრით ეგეთია, რომ არ უნდა იყოს და არ უნდა ისწავლებოდეს მსგავსი შინაარსის და შინაარსის მქონე გაკვეთილები სკოლაში. ნებისმიერი კლასი, ანუ არა აქვს ეს მნიშვნელობა, იქნება დაწყებითი, საშუალო თუ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. მე მაგალითად უარს ვიტყოდი. რატომ? ბეწინააღმდეგები. არ ვარ მომხები. ჩემი აზრით სქესობრივ აღზრდაზე არ უნდა იყოს გაკვეთილები, მაგრამ სასულიერო პირებთან შეხვედრა და ფსიქოლოგიური გაკვეთილები კი. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მანამ სანამ სკოლებში სქესობრივი აღზრდის სწავლება დაიწყება, უნდა მოხდეს თავად მშობლების შემზადება. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება არაა მზად ჯერ ამისთვის. მშობლების კულტურაც თვითონ. მე მგონი ჯერ საჭიროა მშობლები შევამზადოთ ამისათვის. რაღაცა მშობლების ინსტიტუტი, რაღაცა ფორმით შეიძლება მშობლებისთვის მსგავსი რაღაცეები მოვაწყოთ და მხოლოდ შემდეგ ვკითხოთ მათ სურვილი აქვთ თუ არა, რომ მათმა შვილებმა ისწავლონ სქესობრივ. და ემატო შვილო რა. ცუდი არ არის ეგ. აღიზარდნონ კარგები და იზრდებიან უვარგისები და უბედური შვილები. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ახალი რეგულაციების გატარება მოხდება, მათ შორის უსაფრთხოების ჯანდაცვის და ბულინგის მიმართულებით. კანონპროექტის ამოქმედება 2020 წლისთვის იგეგმება.